მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მობრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ბიუთი სიახლეების შესახებ. პირველი ბიუთი სიახლეების ვიდეო გვაქვს 2026 წელს. ვიცი რომ ბოლო ვიდეოები მიეწყო კრიმინალური ქრონიკები, სოციალური მედიის შესახებ. დაგვირდით რომ მაინც გავაგრძელებდი ბიუთი ნიუსების ჩაწერასაც 2026-ში, მაგრამ უფრო დაბალანსებულად კრიმინალურ ქრონიკებს, სოციალურ მედიას, ასეთ თემებს უფრო მეტ დროს დავუთმობთ, თუმცა ეს იმას ანიშნავს, რომ ბიუთი ზოგადად ბიუთის შესახებ ვიდეოებს აღარ ჩავწერ და ბიუთი ნიუსების ვიდეოები თქვენს ძალიან გიყვართ და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ვიდეოებიცა, რომელთა ჩაწერაც ძალიან მიყვარს, ამიტომ როცა დამიგროვდება ხოლმე რაღაცა ისეთი სასაუბრო თემები და სიახლეები, აუცილებლად ჩავწერ ხოლმე ვიდეოს. მოკეთ, დღეს ვიწყებთ პირველი ვიდეოთი 2026-ში. ოკეი, დავიწყოთ პირველი beauty news-ით და ეს ეხება ჩვენს საყვარელ Brad Pitt-ს და მის skincare brand-ს. გვისაუბრია უკვე ამ თემის შესახებ, რომ Brad Pitt-ს beauty brand-ი აქვს. ეს არის კოლაბორაცია ფრანგულ შატოსთან, სადაც რა თქმა უნდა, ღვინის ვენახები მოყავთ და ყურძნის ექსტრაქტიდან skincare-ს დამზადება დაიწყეს და ბრენდის სახე არის, რა თქმა უნდა, Brad Pitt-ი. ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო, მახსოვს, რომ გამოვიდა თავიდან ეს ხაზი. ერთ ინტერვიუში ყვებოდა, რომ არასდროს skincare არ გონია. არასდროს არაფერი არ გამოუყენებია სახეზე და ჩემთვის ვფიქრობდი, რომ აი ძალიან პოპულარული და ძალიან ვარსკვლავი და ძალიან მილიონერი უნდა იყო, რომ ესეთი რაღაცა მოყვე და მე skincare ბრენდი გაყიდო, უბრალოდ პროდუქტები გაყიდო შენი სახელით და სახითზე. ბრენდის შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში გამოდის მაინც. ბრენდს ქვია Bow, არ ვიცი ფრანგული სახელია, მე მგონი ლამას ნიშნავს ხო ფრანგულად. Bow domain თუ რაღაც ეგრე, არ ვიცი ზუსტად როგორ გამოითქმეს და არსებობს მეორე ბრენდი, რომელსაც ასევე Bow იქვეა, რომელიც 2018 წლიდან არსებობს უკვე, უფრო ადრე ვიდრე Brad Pitt-ის ბრენდი. და ამ Brad Pitt-ის ბრენდს შარშან, უკვე ეგრე უნდა ვთქვა შარშან, 2025-ში ქონდა რებრენდინგი. რაღაცები ლოგოში შეცვალეს. ჩაგეგდებთ ახლა აქ ორივე ბრენდის სახელებს, რომლებიც ასევე ლოგოებად ითვლებიან ბრენდისაც და ეს მეორე ბრენდი ამბობს, რომ ძალიან დაამსგავსეს ჩვენს ბრენდსო. ორივე skincare სამყაროდან არიან, ორივე skincare ბაზრიდან არიან და აერევათ მომხმარებლებს ერთმანეთშიო. და ამიტომ ბრენდს უჩივიან. სასამართლოს მიმართ. ეს რაზე არ შეიძლება. როგორც ვიცით, ახლა ჩვენ ესეთი პროცესები სასამართლომდე ერთად არც მიდის ხოლმე და ადვოკატები აგვარებენ დახურული კარის უკანასკნელ რაღაცებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საჩივარი არის ამ ამბავზე და მეთქი ახლა ასე აერიოთ ერთმანეთში და ორი skincare ბრენდი და ერთი და იგივე სახელი და ფრანგული და აი რა ხდება, დავინტერესდი ამ მეორე ბრენდით. პენისის კრემს ყიდიან. არ მოგესმათ? სწორად გაიგეთ. ეს არის ბრენდი იმდენი შუტკა მიტრიალებს ახლა თავში და არც ერთის თქმა არ შეიძლება YouTube-ზე საჭაროდ. შედით ჩემს მდგომარეობაში ძალიან გთხოვ, ძალიან მიჭირს ამ წუნას და არ ვიცი რამდენხან შევძლებ ნახოთ. ამაც საიძე რომ შევედინო. ეს არის 50 მილilitrიანი კრემი, 50 მილilitrიანი. ხანო პრინციპში ხა ზოგს მთელი წელი ეყოფა, ზოგს ერთი თვე რას გაიგებ. ხო, 50 მილilitrიანი კრემი პენისისთვის $56. რას ვფიქრობთ ამ ყველაფერზე? ინგრედიენტებს რო გადავხედე, მე ასეთი ეს მაქვს ვიკენდები, პენისის კრემების შემადგენლობებს ვკითხულობ. თქვენთვის თუ ვიზავაზეთ რაღაც. მე არ თქვათ, რომ არაფერი გამიკეთებია თქვენთვის. რო გახსნი ამათ საიტს, მაუსის ისრის ნაცვლად სპერმა დაცურავს. ძალიან ინოვაციური, ძალიან საინტერესო მარკეტინგი, რას ამბობთ? მამაკაცებისთვის ვამბობ, რომ გოგო რომ არიაჟობს რაღაცა შანელი რო აცვია და დიორი რის ჩანდა და რაღაცა. იკითხეთ ერთი რა ფასიან კრემს ისმევს სახეზე, ან თვალზე. ყველაფერი რაც $56 ქვემოთ არის. ისე ეს მარტო პენისისთვის არის ნეტა? What about balls? Can I say that? Well, ინგრედიენტებს რო გადავხედე, ისეთი კარგი ემოლიანტები არის შიგნით, ძვირკი არის, მაგრამ ერთ-ორ სხვა პროდუქტს ჩაგინაცვლებთ ისე საჭიროების შემთხვევაში. მაგრამ საკმაოდ ეთერზეთებით არის დატვირთული და შესათანხმებელი ამბავი. ეგ უკვე მარტო შენ არ გეხება, იმიტომ რომ იქ რო აღმოჩნდეს, რომ ვიღაცას რაღაცაზე ალერგია აქვს, სად მიდიხარ მე? რომანტიკული ვახშმის შემდეგ საწოლის კიდეზე რო ხარ ჩამომჯდარი პარტნიორთან ერთად და ინგრედიენტები რო გამოგადგა, რომ ნინას გამომწერი ხარ და ინგრედიენტების ციაში ერკვე. მესროლეთ. უბრალოდ საქმე რაშია იცით, რომ ცოტა სხვანაირად უნდა ააწყო ხა რუტინა.
პენისზე $56 კრემს ისმევ. საშხაპეში $2 ნივია ხო ვერ გედგება. იმის მიხედვით რა უფრო მნიშვნელოვანია, ზოგი სახით შოულობს ფულს, ზოგი პენისით რას გაიგებ. ერთ სტორიში ამოვწურე 2026 წელს სათქმელი სიტყვა პენისის მარაგი თებერვალში. შემდეგი სიახლე ეხება პატმოგრაფს, როგორც იცით, იყიდება პატმოგრაფი. არ მგონია რომ ეს ვინმესთვის სიახლე და მაინდა-მაინც მოულოდნელი ამბავი იყო, იმიტომ რომ გვისაუბრია უკვე იმის შესახებ, რომ მაინდა-მაინც კარგად არ არის მათთან საქმე, ბოლო კოლექციები რაც გამოიტანეს ბაზარზე და ბოლო სიახლეები რაც იყო მათთან, მაინდა-მაინც ახარბიელო არ იყო. ბოლოს და ბოლოს თვითონ პატმა დატოვა ბრენდი და ლუი ვიტონის კრეატიული დირექტორი გახდა და იმათთვის დაიწყო მაკიაჟის შექმნა, და ბრენდი გაქვს, რომელსაც შენი სახელი ქვია. ეგ ხო ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩემი აზრით ბრენდისთვის. ბოლო კოლექცია რა იყო? Star Wars-ის კოლექცია გახსოვთ, ეს სტიკერი რო დააკრეს ზედ $200 პალიტრას, რა სამარცხვინო იყო. წარმოიდგინეთ, პატმოგრაფი იყო Star Wars-ის ფილმის მეიკაპ არტისტი. ეს საოცარი მაკიაჟი, რასაც ფილმში ხედავთ მსახიობებზე, პატმოგრაფი შექმნილია. და ეს სამარცხვინო კოლექცია გამოიტანეს ბაზარზე. სხვადასხვა იმას ვკითხულობდი სტატიაში, რომ ესა 2025-ში 50 მილიონიანი ბრუნვა ქონდა პატმოგრაფსაგან. მე ხაფიქრობ, როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი, რომ 50 მილიონი, ესე იგი კარგად არის ხო ყველაფერი, მაგრამ მილიარდზე მეტი ღირდნენ. ანუ მილიარდს რო ადარებ 50 მილიონ ბრუნვას. მე ხვდები რომ ხო არც ისე კარგად ყოფილა საქმე. იმდენად სურათ არის საქმე, რომ აუქციონზე გამოიტანეს აქციები. აუქციონზე, ეს კი არა რომ ინვესტორი გამოჩნდა, ის კი არა რომ რომელიმე დიდმა კონგლომერატმა შეისყიდა, ის კი არა რომ ლორიალმა მოდი ჩვენ გადავიბარებთ, ახლა მაინც ყველაფერი ჩვენია და მოდი ეგეც ჩვენი იყოს. თან მარტო ბრენდის აქციებს კი არ ეხება საქმე. პატმოგრაფმა თავისი პირადი წილი აქციები რაც ბრენდში ქონდა, ისიც კი აუქციონზე გამოიტანა. მთლიანად შორდება და ტოვებს ბრენდს. Okay, ზივარ ვიდეოს დამონტაჟებას ვცდილობდი, ფოტოებს ვეძებდი უпроსტად ვიდეოსთვის და აბა გამოიცანთ რა ნიუსი შემხვდა. პატმოგრაფმა chapter 11 ბანკროპსი გამოაცხადა. insolvency-ში წავიდნენ, ანუ გავგოტრდით. ანუ chapter 11 მე-11 არ ვიცი ქართულ საგადასახადო სისტემას არ ვიცნობ. მითხარით თუ ერკვევით ვინმე რა ქვია მაგ ყველაფერს ქართულად, ეგა protection, ანუ დაცვითი სისტემა ირჩება თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით, რომ აი მე მაგალითად მიმუშავე კომპანიისთვის, რომელიც ზუსტად იგივე სიტუაციაში ყოფილა და insolvency ქვია გერმანულად, რომ აი გაკოტრდნენ და ასეთ შემთხვევაში გერმანიაში მაგალითად ჩვენს ხელფასებს მე დასაქმების სამინისტრო იხდიდა, ანუ არ ვიცი ამთი იხდიდა ჩვენს ხელფასებს, იმიტომ რომ კომპანიას თვითონ არ შეეძლო სანამ არ გაირკვეოდა როგორ დაფარავდნენ ვალებს, ინვესტორები გამოჩნდებოდნენ, არ გამოჩნდებოდნენ და ასე შემდეგ. გამივლია მე მაგალითად პირადად მე თვითონ ეგ სიტუაცია და საკმაოდ ისეთი აი ყველა დეტალს რო აკონტროლებენ ისეთი პერიოდია და ახალ თანამშრომელს ვერ აიყვან და ახალ ხელშეკრულებას რო სამუშაო ხელშეკრულებას რო ვერ გააფორმებ და ასე შემდეგ. 29-ში უნდა ყოფილიყო აუქციონი. სადაც მათი აქციები უნდა გაყიდულიყო და გადაიდო უცნობი დროით, როგორც წერია. სანამ არ გაირკვევა რა სიტუაციაში არიან, იქამდე აუქციონზე არ გაბლენო. მე მართლა მეგონა რომ აუქციონამდე მაინც მივიდოდნენ. მაგდენს მაინც შეძლებდნენ. მართლა არ მეგონა, არ ვიცი ზუსტად ალბათ მე გამოჩნდება უფრო დეტალები, რომ აი ზუსტად აუქციონამდე რამოდენიმე დღით ადრე რატო გადაწყვიტეს, რომ გავუკოტრდით ოფიციალურად გამოეცხადებინათ, იმიტომ რომ აი როგორც ჩანს რაღაც ისე არ არის. ანუ კომპანიის აქციების აუქციონზე გადანა ლეგალურად სუფთად შეიძლება არ ვიცი ახლა სპეკულაცია 100%, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ამ ყველაფრის ნახვა. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ანასტასია ბეველი ჰელსთანაც ესეთი სიტუაცია გვაქვს. მაგაზე გვისაუბრია უკვე სხვათა შორის, რომ აქაც არა გვაქვს მაინდა-მაინც კარგი სიტუაცია. სხვათა შორის ანასტასია ბეველი ჰელსზე დეტალური ვიდეო მაქვს, ბრენდის შექმნა, საიდან მოდიან, საიდან დაიწყეს, როგორ მოვიდნენ აქამდე, მთელი ისტორიები დამფუძნებლის და ასე შემდეგ. ანასტასია სუარე არის ანასტასია ბეველი ჰელსის დამფუძნებელი და ანასტასიამ გადაწყვიტა, რომ ასე იულად არ დავნებდებიო და თავისი ჯიბიდან $225 მილიონი ინვესტირება გააკეთა ბრენდში. ჯერ ესე რო გიდევს რა საბანკო ანგარიშზე 225 მილიონი. რეალურად მეორე ჯიბეში იდებ, მაგრამ თლადაც არა, იმიტომ რომ უფრო ვალების დასაფარად იყო ეს ფული, იმიტომ რომ ინვესტორებს ვეღარ უხდიდნენ, ვერ მიდიან მოგებაზე, რომ ინვესტორებს ფულს ვერ უხდიდნენ და რაღაცა ფილიალებმა
ქირის გადახტება შეძლესო. დავალიანებაში არიან ქირაზე. და ანასტასიამ აი ბოლო მცდელობა ასე არ დავნებდებიო და თავისი ჯიბიდან ამოიღო 200 მილიონი. იმედი მაქვს რომ უშველის ეგ ამ ბრენდს, იმიტომ რომ ნუ რაღაცა ბრენდის დაკარგვა ხო ერთია, მაგრამ შენს პირად აქტივებს რო კარგავ. ეგ მე მგონი კიდე უფრო ესეთი ოჯახური ტრაგედია ცალკე არის და არ ვიცი, თუ გაინტერესებთ უფრო დეტალურად ამ ბრენდის ისტორია, დაგილინკავთ ვიდეოს ქვემოთ ვიდეოს აღწერაში. Estée Lauder-მა რამოდენიმე ბრენდის გაყიდვა გადაწყვიტა. აბა თუ გამოიცნობთ რომელი ბრენდების, აბა თუ გამოიცნობთ რომელი ბრენდების. მაგათ ხო ისე L'Oreal-ის მსგავსად მაგათაც ხო ყველაფერი ეკუთვნით და რამოდენიმე ბრენდზე გადაწყვიტეს რომ მოგება ვეღარ მოაქვთ ამათო და აღარ გვინდაო. მაგათი თრევა არ შეგვიძლიაო. Smashbox-ი, Too Faced-ი და Dr. Jart-ი. Dr. Jart-ზე თქვეს, რომ თანამედროვე კორეულ კოსმეტიკას ვეღარ უწყობს ფეხსო. ვთქვათ, დაჩაგრა სხვა კორეულმა ბრენდებმა, რომლებიც ძალიან პოპულარული გახდნენ უკვე დასავლურ ბაზარზეო და ვერ აუწყო ფეხი ამ კონკურენციასო, ამიტომ Smashbox-ზე არ მიკვირს ახლა. ეგენ საერთოდ ცოცხლები რო არიან, ეგ საერთოდ დეგა უკვე საოცარი. Too Faced რაც შეეხება. Too Faced-ს ქონა თავისი ძალიან წარმატებული ერა. 2016-2018 წლები განსაკუთრებით. სხვადასხვა Too Faced-ის ისტორია არის ძალიან საინტერესო. თუ თქვენს დაგეინტერესებთ, მაგაზეც შეიძლება ერთი დეტალური ვიდეოს მომზადება, როგორ შეიქმნა Too Faced-ი. Too Faced-ის დამფუძნებლები სხვადასხვა საინტერესო ტიპები არიან. მე ის ისტორია Estée Lauder-მა როგორ შეისყიდა Too Faced-ი, ეგ ხოსად მაშინ რეკორდები მოხსნა Too Faced-მა. 2018 წელი იყო, ყველაზე ძვირიანი ხელშეკრულება გაფორმდა მაშინ. მე ეგ რეკორდი Desiema მოხსნა, როცა Ordinary და Desiema შეიძინა Estée Lauder-მა 2019-ში თუ 20-ში, მაგრამ იქამდე Too Faced იყო რეკორდსმენი. ახლა ყიდიან ბრენდს, იმიტომ რომ მოგებაზე ვეღარ გადიან. მაგრამ სხვადასხვა ეხა ბოლო ტრენდმა იქნება უშვებონ. ყველა აყვეხა ამ ტრენდს, რას ვაკეთებდით 2016-ში და როგორი მაკიაჟი გვესვა 2016-ში, მაგას აკეთებს ეხა make-up community Instagram-ზე და TikTok-ზე და 2016-ში Too Faced იყო ერთ-ერთი ნომერ პირველი ბრენდი, როცა მაკიაჟს ეხება, საქმე მათი Peach, Sweet Peach collection და Sweet Peach პალიტრა, თვალაშილების პალიტრა. წეწვა გლეჯვა იყო. დეხილი მაგ პალიტრაზე და ტონალურზე. Perfect Peach ერქვა მე მგონი ტონალურს. ყველა გიждდებოდა მაგ ტონალურზე. ეხლა რაღაცა პატარა თიზერი გაუშვეს Instagram-ზე, რომ ეს იყო ჩვენი პალიტრა 2016-შიო და 2026-ში ეს არის არ ჩანს არაფერი, უკან ფონზე ხედავ რომ ატმები ჩანს. სავარაუდოდ აპირებენ რომ გამოიტანონ პალიტრა ისე განახლებული ვერსია. ამ მგონია რომ Estée Lauder-მა მაგათი გაყიდვა გადაიფიქროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფრო ძვირად გაყიდიან. Estée Lauder-საც თვითონაც ახლა ცოტა რთული სიტუაცია აქვს ამერიკულ ბაზარზე განსაკუთრებით. იმიტომ რომ Estée Lauder-ის შვილი Ronald Lauder-ი ყოფილა ტრამპის ძმაკაცი. ეს ცნობილი ამბავი იყო იქამდეც, რომ 60-იან წლებში კოლეჯში იყვნენ თურმე ერთად სწავლობდნენ. და ფინანსურადაც თურმე აფინანსებდა ტრამპის კამპანიას. გრენლანდიის ყიდვა თუ დაპყრობა თუ არ ვიცი რა დავარქვა ამას. ამ პოლიტიკურ მოქმედებას არ ვიცი რა დავარქვა, ხალი 10 წელიწადია პოლიტოლოგიას ვსწავლობ. ირკვევა რომ რონალდის იდეა ყოფილა თურმე, რომ ტრამპისთვის შეუთავაზებია, რომ გრენლანდიაო. ეხლა რომ გაირკვა ეს ამბები, რომელი სტატია იყო? Guardian-ს ქონდა მე მგონი. ხო, ხანახა პოლიტიკურ სტატიებსაც ვკითხულობ. იმათ ქონდათ ეგ სტატია სხვათა შორის, რომ როგორც ირკვევა, რონალდის იდეა იყო ეს და ამან ეხლა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ჯერ იმიტომ რომ ტრამპის მხარდამჭერია, მერე ის რომ ფინანსურად აფინანსებდა ამ ყველაფერს, მერე ეს გრენლანდიის იდეა თურმე მაგისი ყოფილა და ამან რა თქმა უნდა ჩრდილი მიაყენა Estée Lauder-ს როგორც კომპანიას, განსაკუთრებით ანტი-ტრამპისტებში. და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანში და ცოტა რთული სათქმელია, რეალურად არანაირი პოზიცია არ აქვს კომპანიაში. არც CEO-ა, არცად არ ფიქსირდება, არის დამფუძნებლების შვილი. მისი ძმა ლენარდ ლოუდერი იყო კომპანიის სათავეში და ის მართავდა, რომელიც სხვათა შორის 2025-ში გარდაიცვალა. ძალიან განსხვავებული ტიპაჟი. ეს უფრო მის პირად კერძო ინიციატივას გავს, რომ
თვითონ უნდა რომ ტრამპის მხარდამჭერი იყოს და მისი პოლიტიკური შეხედულება ასეთი. თუმცა როცა ასეთ გვარს ატარებ, რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც შენთან ასოცირდება, მე კომპანიასთანაც ასოცირდება. ევროკავშირის ახალი რეგულაციები შევიდა 1 იანვრიდან ძალაში. ესაა რეგულაციები, რომლებზეც ბოლო 2 წლის განმავლობაში უკვე მუშაობდნენ და ეტაპობრივად 3 თუ 4 სხვადასხვა ეტაპზე შევიდა სხვადასხვა რეგულაციები ძალაში, რაც ბიუთის ეხება, სურსაძე საკვებზეც ასევე, ანუ სხვადასხვა სფეროებში, ამიტომ ბევრ ახალ ფორმულაციას ნახავთ ბაზარზე. Estée Lauder-მა უკვე დაიწყო WA ახალი ფორმულაციით გამოიტანეს ბაზარზე, Armani-ის Silk ტონალური ახალი ფორმულაციით. ანუ ბევრი ბრენდი ცდილობს ეს როგორც მარკეტინგული ამბავი ისე მოგაწოდოს, რომ ახალი ფორმულაციები, ახალი ინგრედიენტები, ახალი ტექნოლოგიები, ამიტომ შევცვალეთ, რომ საუკეთესო გვქონდეს ბაზარზე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ, იმიტომ რომ ეხლა ევროპულ ბაზარს რა თქმა უნდა არ დათმობენ და თუ უნდათ რომ ევროპულ ბაზარზე დარჩნენ, მაშინ უნდა მოერგონ ევროპულ რეგულაციებს და ფორმულაციების შეცვლა უწევთ. ბევრ ასეთ სიახლეს ნახავთ ახლა შემდეგ პერიოდში, რომ ეს ახალი ტონალური მაკიაჟზე ვფიქრობ განსაკუთრებით, ახალი ტონალური, ახალი კონსილერი სხვა გზა არ აქვთ უბრალოდ. ახალი საინტერესო კოლაბორაცია გვაქვს beauty ბაზარზე, რომელზეც სხვათა შორის Instagram-ის stories-ზე უკვე ცოტა გესაუბრეთ, Elf-ის და H&M-ის. მე H&M-ს ვიტყვი ახლა, თორე ჩვენა გერმანიაში ესე ვეძახით. H&M-ს გულისხმობ. ესე იგი, სუნამოების ხაზი ექნებათ. 3 სუნამო გამოაქვთ ბაზარზე. H&M-ის ოფიციალურ საიტზე როგორც ნახე 25 евро ეღირება თითო სუნამო, რაც მათი სუნამოების ხაზზე უფრო ძვირია. მათი სუნამოები 10-15 евро ღირს ფლაკონის ზომიდან გამომდინარე. სხვათა შორის სულ ახლახანს მქონდა პატარა ვიდეო Instagram-ზე H&M-ის სუნამოების შესახებ. აქ თუ მაქვს ატვირთული, არ ვიცი თუ არა შეიძლება ამ კვირაში აქაც ავტვირთო. ანუ ეს უფრო ძვირი იქნება, ეს უფრო არაბული სუნამოების ფასებში გადავდივართ, აი ლატაფას სუნამოებზე ფასი აქვს დაახლოებით მან გადავდივართ. მაინტერესებს ძალიან Zara სუნამოებს როგორ გაუწევს კონკურენციას. Zara ძალიან ცნობილია ახლა თავისი დუპებით და თავისი სუნამოების ხაზით, უფრო ბიუჯეტურ ხაზში, ამიტომ ძალიან მაინტერესებს რამდენად გაუწევს კონკურენციას. თავიანთი სახლის სუნამოების ხაზი ვერა. განსაკუთრებულად აღფრთოვანებული არ დავრჩი. Zara რო საქმეს აკეთებს, ეგეც ვერ აკეთებენ. მაგრამ ეს კოლაბორაცია როგორი იქნება ახლა? ძალიან მაინტერესებს. ერთი აქვთ უფრო fresh ცოცხალი, აი ზღვის, მარილის, ევკალიპტი ქვია ქართულად. მეორე იქნება უფრო ყვავილოვანი, მაგნოლია, ვანილი და ქარვა და მესამე არის მუშკი, ხის ნოტები და სპაისი არომატები. ანუ სხვადასხვა სეზონისთვის რომ მოარგო სუნამოები იანვრის ბოლოდან არის უკვე ხელმისაწვდომი ფილიალში აქ ჩვენთან არ მინახავს. ჯერ მხოლოდ საიტზე და იმედი მაქვს რომ ფილიალშიც იქნება მალე, იმიტომ რომ მინდა წინასწარ გატესტვა. ბრმად შეძენა არ მინდა. არ ვიცნობ სუნამოების ხარისხს, ონლაინ შეკვეთა, ბრმად შეკვეთა არ მინდა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს რომ Zara სუნამოებს შევადარო რამდენად აჯობებენ. კიდე პროდუქტები, რომლებიც აუცილებლად მინდა რომ ვახსენო, ერთი არის ინქეილისისგან და მეორე ორდინერისგან. მოდით ინქეილისით დავიწყოთ, 2 ახალი რეთინოლი აქვთ ბაზარზე, ერთი რეთინოლი და მეორე რეთინალი, ორი პროდუქტი გამოიტანეს. მე ძალიან მინდა რეთინალის გატესტო, იმიტომ რომ ძალიან გავს ორდინერის რეთინალს, რომელსაც ახლა ვიყენებ და მომწონს ძალიან და დეტალური ვიდეო მაქვს მაგ პროდუქტზე და არაერთი ფავორიტების ვიდეოში უკვე მისაუბრია და იცნობთ ძალიან კარგად. მესამე შეფუთვა მაქვს უკვე მაგ პროდუქტის გახსნილი და მეოთხე მარაგში უკვე მიდევს. მომწონს ძალიან. ერთადერთი იცით რომ 15 მილილიტრიანი შეფუთვაა და მოცულობაზე წუწუნებ ძალიან. ეს 15 მილილიტრიანი შეფუთვით არის. აქაც 0.2% რეთინალი გვაქვს. სიძლიერე პროცენტული მაჩვენებლით ზუსტად იგივეა, რაც ორდინერისთან. ძალიან მინდა რომ ერთ-ერთში შევადარო ერთმანეთს. რომელი მოიგებს მაგ ამბავს, მაინტერესებს ძალიან და მეორე არის გრანაქტივ რეთინოიდებით და 0.01% რეთინალიც არის აქ. ეს ძალიან მსუბუქი. ეს არის დამწყებთათვის, ძალიან გრძნობიარე კანისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ რეთინოლის გამოყენებას და უწერიათ კიდეც პირდაპირ აღწერაში, რომ ერთი არის ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე დიდი ხანია რეთინოლს იყენებენ და მეორე ადამიანებისთვის, რომლებმაც ეხა დაიწყეს ამ ინგრედიენტის გამოყენება, მე რეთინალის გატესტვა მინდა ძალიან. თვითონ ორდინერის რაც შეეხება, ახალი დამატენიანებელი აქვთ ბაზარზე, ახალი ბრინჯის ექსტრაქტის ლიპიდებით და ექტოინით.
შრატ დამატენიანებელი პიპეტით. ყლის ბაზისი გაქვს, მაგრამ ასევე ძლიერი ემოლიანტები. ანუ როგორც წესი სკინკეარში ზოგადად ესაა საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ისე გააკეთო ფორმულაცია, რომ წყლის ბაზისი და ზეთის ბაზისი, იდეალურად შეერიოს ერთმანეთს პროდუქტში, რომ არ აიზილოს სახეზე ეს ყველაფერი და არ დაცალკევდეს წყლის მოლეკულა და ზეთის მოლეკულა. როგორც ამბობენ, იდეალურად შეძლეს ამ პრობლემის მოგვარება ისე, რომ ტექსტურის შეცვლა არ დასჭირდათ, ანუ სკელი რიჩ კრემის დამატენიანებლის ტექსტურის გარეშე იღებენ ძლიერ დამატენიანებელს, ოღონდ შრატის ტექსტურით. ძალიან მაინტერესებს, მართლა ისეთ კარგ დატენიანებას იძლევა თუ არა, როგორც ამბობენ. ორ სხვადასხვა ზომაში აქვთ 60 მილiliტრიანი და 120 მილiliტრიანი 15 евро ან 25 евро ზომის და მიხედვით. ნორმალური უკვე ორდინარისთვის უკვე ნორმალური ფასები აქვთ. რამდენად იქნება მშრალი კანისთვის რეალურად დამატენიანებელი? ხა ეს რო ცხიმიან კანს მოარგო, უფრო იოლი იქნება, იმიტომ რომ ცხიმიან კანს იმდენად რიჩ დამატენიანებელი არ სჭირდება, მაგალითად ცხელ სეზონზე. აი, თუნდაც ამ სეზონზე მშრალი კანისთვის რამდენად საკმარის და ძლიერ დატენიანებას იძლევა, აი მაგისი გატესტვა მაინტერესებს ძალიან. ой, და კიდე რო არ დამავიწყდეს ორდინარის წყლის ბოთლი აქვს ახალი ბაზარზე. სტენლის კულტს მიეწებნენ ახლა ესენი 2 წლის შემდეგ 40 ევროიანი მინის შუშის წყლის ბოთლი. იმიტომ რომ ჩვენ ვზრუნავთ, რომ შიგნიდანაც ორგანიზმი დატენიანებული ქონდეთ ისევე როგორც განიდან განიო. და ამიტომ 40 ევროიან შუშის ბოთლს მოგყიდით. მოკლედ არ ვიცი ხო თუ იმეს გაინტერესებთ, რომ იცოდეთ ესეც აქვთ ახლა. კარგით, მე დავუბრუნდით ჩემს ადგილს. დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. მე მგონი საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა, საკმაოდ რაოდენობის თემებმა მოიყარა თავი ბოლო ვიდეოს შემდეგ. თუ სხვა beauty news-ები გაინტერესებთ, playlist აგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელოთ ყურება. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao.